შეიძლება მოგბრძანდით. მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. დიდი მადლობა, რომ აგვიწევდა და გვასპინძლობთ აქ ამ დარბაზში, სადაც რაღაც განსაკუთრებული პატივისცემა მოგცოლ მოგძელება. შემოდიო პირველი ილია ხვდება და კეთილი იყოს თქვენი მოგბრძანდება. მე გამოვდივარ დიმიტრი ყიფიანის მოსაყდრე. როგორია? მაგრამ რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ, რომ მხოლოდ დიმიტრი ყიფიანი იყო, აქ იყვნენ მთელი რიგი ღირსეული ადამიანები. როდის გააცნობიერეთ, რომ თქვენ ატარებთ ასეთი ადამიანის სახელს და ასეთ გვარს? მე რაც მახსენდება, მაგალითად, გულწრფელად გეტყვით, ბაბუას ოთახიდან, ხო, მის სამუშაო ოთახიდან ეს არის უზარმაზარი წიგნების კარადა, რომელიც პრაქტიკულად ჭერს წდებოდა. მამაზე მინდა გითხოთ აუცილებლად. მამაჩემს უყვარდა ასევე ოჯახთან ერთად წასვლა და მერაბ კოსტავასთან ერთად, ისიც გვახდა ხოლმე წასვლა ქართულ ტაძრებთან. მერაბის დეიდაშვილი მოდიოდა ხოლმე, რომელიც ძალიან კარგად გალობდა პირველ ხმას და ისინი სამ ხმაში გალობდნენ. ზუსტად მერაბი და ეს ადამიანი. ომარ ციკოლია, ისინი გალობდნენ სამ ხმაში ქართულ საგალობლად. თქვენში როდის მოხდა დაკავშირება ღმერთთან, სარწმუნოებასთან? ძალიან საინტერესო წიგნი იყო, გერმანული წიგნი იყო, სადაც იყო მოთხრობილი სხვადასხვა ვთქვათ ლეგენდები მაცხოვარზე, სხვადასხვა წმინდანების ცხოვრებიდან აღებული სხვადასხვა ამბები. ხშირად ვახდი ხოლმე ჩემს მშობლებს წირვაზე, ისინი წირვას ხშირად ესწრებოდნენ.